მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არჩევნები გაუყალბეს, მერე ქუჩაში ცემეს, მერე ქიმიური ნივთიერებებით მოწამლეს და ზოგი მათგანი დაიჭერეს. ასევე მინდა მივესალმო ქართული ოცნების ამომრჩეველს, რომელსაც შეებირდნენ ნაცების განსამართლებას და ღარიბაშვილი დაიჭირეს. და ამ ადამიანმა ნაცებით გააუსვა პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მაყურებელს, რომელიც ამ არხიდან ძირითადად პროპაგანდას ისმენს, უთხრა რატომ არიან ეს ადამიანები ღარიბები. თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ხელისუფლება გძარცვავთ. თქვენ გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, თქვენ გძარცვავენ ჩინოვნიკები და თქვენ გძარცვავენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, თქვენ გძარცვავენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ესენი ადამიანები იმიტომ არიან მილიონერები ზუსტად რომ თქვენ გძარცვავენ. ხემილის მომგვრელი ცით რა არის? მინისტრებს, რომლებსაც აქვს 13,000 ლარი ხელფასი. ქართულ ოცნებას ყავს 30 მილიონერი დეპუტატი. ხალბატონი მინისტრი, რომელიც მინისტრობის პერიოდში და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა მილიონერი. ბატონი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. ოცნების ჩინოვნიკები, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ტოტალური კორუფციის მთელი სქემა, ამიტომ ხართ თქვენ ღარიბები. ცინიკური არის ის, რომ პარლამენტში შეიქმნა კომისია, სადაც 7 წევრისგან 6 არის მილიონერი. კომისიის თავმჯდომარედ არის არჩეული ადამიანი, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მილიონ ლარამდე დახარჯა საყიდლებში. ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის და ხელფასების გასაზრდელი ფული სულ არის ჩინოვნიკების, მაგრამ პენსიების გასაზრდელი ფული არასდროს არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერაფერს ვერ გააკეთებენ მხოლოდ იმის გამო, პრემიერ-მინისტრი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის არის დანიშნული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ის არის შემსრულებელი. ამ ქვეყანაში, სადაც 180,000 ადამიანს აქვს 600 ლარზე ნაკლები ხელფასი. რაც შეხება მანქანას, რომელზეც იყო საუბარი, შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე ადრე ვიდრე მე დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაში. საოცარია, რომ ესეც ღარიბაშვილს დააბრალა მილიონიანი მანქანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩინოვნიკებს, რომლებსაც აქვს 12,000 ლარზე მეტი ხელფასი, მათი სახელფასო ფონდი არის თლიანი სახელფასო ფონდის 25%. 3 თვის შემდეგ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ გაზრდილ ფასზე 5% დააყრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეძახით ფარს და იმიტომ მონაწილეობთ ამ კომისიაში, რომ კიდევ ერთხელ ვანახოთ საზოგადოებას, რომ ეს არის ფარსი და არაფრის გამკეთებელი ეს ხელისუფლება არ იქნება. შემოვალთ ინიციატივით პარლამენტის ხელფასის წევრის შემცირებასთან დაკავშირებით. და შევხედავთ თქვენ ადამიანი, რომელსაც ბოლო მოწვევის განმავლობაში, აი მწვანე ღილაკზე მიჭერის მეტი არაფერი არ გაგიკეთიათ, რამდენად დაუჭერთ თქვენი ხელფასის შემცირებას, ასევე დავაინიციირეთ კანონი მინიმალურ ხელფასზე, რამდენად დაუჭერთ